სასწავლო, ვინც აქ ბიზნეს აკეთებთ საბოლოო ჯამში, ანუ ან ესპანური ისწავლეთ და ბილიარი მაინც გახსენეთ არგენტინაში, იმიტომ გიღირთ, დამიჯერეთ, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც გადასახადები ჯერჯერობით არ ჩამოხსნილა ის გადასახადები, რომელიც საუბრობთ, უნდა ჩამოიხსნას, მაგის მიუხედავად მაინც გირჩევთ. მეორე ნაწილი რომ ერთ სავადროსაც გადახედოთ, იმიტომ რომ ჩვენ ბაზარს 100,000 ჯერ ჯობია მაინც რა. მინიმუმ თუ აკეთებთ, რა ვიცი, თუ გინდათ რომ დაუშვათ digital business თუ აკეთებთ, productions თუ აკეთებთ, არ ვიცი რა, რაღაც სერვისებს თუ აკეთებთ, რომელიც იქეთ არა. Business consulting-ია, რა ვიცი, მოკლედ, ბევრი რაღაც შეგვიძლიათ მოიფიქროთ. რა, ორი კვირა ადექით და წადით არგენტინაში, ნახეთ თქვენი თვალით როგორია ეკოსისტემა და ნახეთ რა ჭირდება იქ არსებულ მოსახლეობას. ჩვენ ვიყავით დაახლოებით 2 კვირიდან თუ 1 თვემდე, აღარ მახსოვს, მარტში და საკმარისზე მეტი იყო იმისთვის, რომ მეგზნო რა ჭირდებოდა ბაზარს, ჩემი მიმართულებებით, თუნდაც ფინანსური პროდუქტების მიმართულებებით, თუნდაც მიტანის სერვისების მიმართულებებით. ანუ ადექი გაკოტრებული ქართული სტარტაპები, რომლებსაც კოდი მაინც აქვს ნორმალური, თუ აქვს ეგეც საკითხავია, მაგრამ ისეთ მაინც რომელსაც კოდი აქვს ნორმალური, იყიდეთ $1000-ში. $1500 ყველა წაიგეთ არგენტინაში და გააკეთეთ ბიზნესი, ანუ ძალიან მარტივია რა.